ახალციხის აუზი, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, მომხმარებლის მიღებას 5 თებერვლიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ აუზის ფასები 100-200 ლარებში მერყეობს, მხოლოდ ფიტნეს დარბაზის ღირებულება 95-500 ლარამდე იქნება, ხოლო აუზის და ფიტნეს დარბაზის ფასები 30-დან 250 ლარამდეა. ზუსტი ტარიფების შესახებ ცოტა მოგვიანებით. ვინ იმუშავებს სპორტულ კომპლექსში და რა პრინციპით შეირჩა კადრები? ახალციხის მერმა ვარლამ ციკლაურმა 2025 წლის 24 დეკემბერს გვითხრა, რომ კომპლექსში მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებას შეუერთდება. შესაბამისად, ამ IP-დან დასაქმებული პირები განახორციელებენ მუშაობას ახალ სივრცეში. რაც შეეხება ახალი კადრების დამატებას, მაშინ გვითხრა, რომ ვაკანსიას გამოაცხადებდნენ და ამის შესახებ შეგვატყობინებდნენ. გადავამზადეთ მხოლოდ და მხოლოდ მაშველები და ასევე გადავამზადეთ ცურვის სპეციალისტები. ამას გულისხმობდა სად იყო გამოცხადებული? ეს შედის სპორტულ გაერთიანებაში და სპორტული გაერთიანება, რომელიც მდებარეობს ინის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის 124 არის ეს. იქიდან სპორტული გაერთიანება გადმოდის სპორტ კომპლექსში. შესაბამისად, ეს ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თანამშრომლები არ როგორ არა, უნდა ავიყვან, ჯერ არ აგვიყვანი ახალი თანამშრომლები. უნდა ავიყვანოთ ეს თანამშრომლები. გამოცხადდება და სად გამოცხადდება ვაკანსია? მოქალაქეებმა სად შეუძლია რომ ნახონ ეს ვაკანსია? მოგაწვდით ამაზე ინფორმაციას, როდესაც გამოცხადდება. მას შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, ვაკანსიის შესახებ არ შეგვატყობინეს. ამიტომ დღეს მერიას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. ჩვენ მერიიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული კომპლექსში, როგორია მათი ანაზღაურება და რა პრინციპით შეირჩა კადრები. მერია აუზის გახსნის შესახებ დაანონსებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ 3 თვის განმავლობაში ნებისმიერი მომხმარებელი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს, ხოლო ამავე პერიოდში შშმ პირებისთვის აუზით სარგებლობა უფასო იქნება. მერია სამომავლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობების ამოქმედებასაც გეგმავს. რაც შეეხება ფასებს, ფიტნეს დარბაზი. პაკეტი გოლდი ულიმიტო 1 თვე 130 ლარი, პაკეტი გოლდი ულიმიტო 3 თვე 300 ლარი, პაკეტი გოლდი ულიმიტო 6 თვე 500 ლარი, პაკეტი სილვერი 12 ვიზიტი 90 ლარი. მცირე აუზი 5-დან 12 წლის ბავშვებისთვის, ბავშვი პლუს მასწავლებელი 12 ვიზიტი 130 ლარი, ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვი 12 ვიზიტი 100 ლარი. აუზი და ფიტნეს დარბაზი 8-დან 10 საათამდე 12 ვიზიტი 150 ლარი, 10-დან 16 საათამდე 12 ვიზიტი 180 ლარი, 16-დან 22 საათამდე 12 ვიზიტი 200 ლარი, პაკეტი გოლდი ულიმიტო 250 ლარი. ერთჯერადი ვიზიტი მხოლოდ აუზი 30 ლარი, ერთჯერადი ვიზიტი აუზი და ფიტნეს დარბაზი 50 ლარი. აუზი 8-დან 10 საათამდე 12 ვიზიტი 100 ლარი, 10-დან 16 საათამდე 12 ვიზიტი 120 ლარი, 16-დან 22 საათამდე 12 ვიზიტი 150 ლარი, პაკეტი გოლდი ულიმიტო 200 ლარი, ერთჯერადი ვიზიტი 30 ლარი. სპორტ კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს 25 მილიონამდე ლარი დაუჯდა. კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. შენობაში ასევე განთავსებულია ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. ობიექტის მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. 2021 წელს კი პროცესი ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო. ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი აიღო და ქართული ბაზრიდან ისე გავიდა, რომ ობიექტი სანახევროდაც არ ააშენა. ამის შემდეგ ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობა ქართული ოცნების შემწირველმა კომპანიამ შპს არალმა გააგრძელა. ვადები მას შემდეგ არაერთ გზის გახანგრძლივდა და აუზი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, პროცესის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ იხსნება.